ისლამი იმდენად საშიშია, რომ კოშმარიც კი ვნახე, თითქოს მასთან ბრძოლა მომიწია. ცოცხალი კოშმარია ყველასთვის, ვინც გაბედავს და მასთან ოქტაგონში შევა. მე არ შემიძლია, რომ მე 10 ვეჭხუმო ბრძოლა გაუმართო ან ზიანე მივიღო, ამიტომ ამ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი და ბრძოლას პირველივე რაუნდში ვამთავრებ. ისლამ მახაჩიევთან ბრძოლაზე კონტრაქტის ხელმოწერა ნიშნავს ხელის მოწერა გარდაუვალ, მტკივნეულ, უმოწყალო და დამამცირებელ მარცხზე. Vielac gitxa, ვინ არის უკეთესი მოჭიდავე, მახაჩიევი თუ ხაბიბი და სიმართლე გითხრათ, ისლამი უკეთესი გრეპლერია. მან საუკეთესოებს აჯობა, ყველა კანონი დაარღვია და ყველა ბარიერი გაანადგურა, მხოლოდ იმისთვის, რომ მსოფლიო შოქში ჩაეგდო. შენ თქვი, რომ ეს მას პირველ ნომრად აქციევს, დიახ, ისლამიზად იყო ნებისმიერ შებრძოლებოდა. ეს უბრალოდ აჩვენებს მის ძალას, მაგრამ ამავე დროს ტექნიკასაც, რომელიც ისლამს აქვს და სწორედ ამიტომ არის pound for pound-ის საუკეთესო მებრძოლი. ამ სპორტში სიდიადისკენ სწრაფვისას ამ ადამიანმა არაერთხელ განაცვიფრა MMA-ს მთელი სამყარო და დღეს ხელახლა ვნახავთ ამ მომენტებს. ამიტომ სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, თხოვთ გამოიწეროთ არხი, რადგან ეს არის ისლამ მახაჩიევის ხუთი შემთხვევა, როცა მან მსოფლიო შოქში ჩააგდო. ვარჯიში თითქმის დავასრულეთ. ჩემს მარჯვნივ ჩემი პარტნიორი ისლამ მახაჩიევია, რომელიც მსოფლიო კომბატ სამბოს ჩემპიონატისთვის ემზადება. 7 მოკრძალებული ბიჭი, ვინც მთელი საბრძოლო სამბოს ელიტად დაანგრია კავკასიასა და რუსეთის რეგიონებში. ადრეული დღეებიდანვე ბედისწერა უწინასწარმეტყველებდა სიდიადეს, მომავალი, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ორი საკვანძო ფიგურის გარეშე. საბრძოლო ხელოვნებაში ადგილი მხოლოდ ლიებისა და გრიესებისთვის არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ფილოსოფიები, შენ ამ ფილოსოფიებს გამოცდას უწყობ და ისინი ან მუშაობს, ან არა. ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის მწვრთნელ ნურმაგომედოვის ფილოსოფიები ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კიდევ მინახავს. ხაბიბის მამამ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა აბდულმანაფ ნურმაგომედოვმა ამ ახალგაზრდა ბიჭისგან ჩემპიონი გამოძერწა. ძველი სკოლის დისციპლინა, რა თქმა უნდა, ხანახანად მესმოდა მისი, მაგრამ მე ყოველთვის ვემორჩილებოდი მას. ვემორჩილებოდი მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა, რატომ ჭირდებოდა ეს, მაგრამ ვემორჩილებოდი, რადგან მამა ჩემი ამბობდა ამას. როდესაც დაღესტნელმა არწივმა სენსაციურად დაასრულა კარიერა, ახალი სახელი გამოჩნდა, ისლამ მახაჩიევი. ისლამი ებრძოდა ყველას, ვისაც UFC შესთავაზებდა, მაგრამ ირონიულად მისი ტოტალური დომინირება მისი ყველაზე დიდი დაბრკოლება გახდა. არავის უნდა დაენახა, როგორ უსწორდებოდა უცნობი ბიჭი დაღესტნელ რეიტინგულ პრეტენდენტებს. თავს კარგად ვგრძნობ, დღეს უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო, რადგან დილას ვისვენებდი. კიდევ მთელი ეს მედია და სხვა ამბები. მაჩმეიქერებმა მახაჩიევის ირგვლივ ბეტონის კედელი ააშენეს, თითქმის შეუძლებელი გზა მწვერვალისკენ. მათ მას რთული ბრძოლები შესთავაზეს, იმ იმედით, რომ შეანელებდნენ მის აღმასვლას. რომის რეიტინგი შუა ნაწილში დაეტყოვებინათ, მაგრამ ეს გეგმა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დრიუ დობერი, ტიაგო მოისესი და დენი ჰუკერი ყველანი სრულიად უძრუნი აღმოჩნდნენ დაღესტნული ქარიშხლის წინააღმდეგ. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან არ მაქვს სიბრაზე, არ ვოფლიანდები, ბრძოლის შემდეგ შხაპის მიღება არ გჭირდება. როდესაც ჩემპიონმა ჩას ოლივეირამ უკვე გაანადგურა მსუბუქი წონის მთელი ელიტა, ისლამ მახაჩიევის იგნორირება აღარ იყო გამოსავალი. ბოლო გამოსთა სატიტულო შანსამდე ბობი გრინი იყო. ის მზადაა საბრძოლველად, მე მომწონს ის თუ როგორ გამოიყურება, ის ახლა მისი სხეული, მენტალური, ფიზიკური მხარე, ყველაფერი, საბრძოლო გეგმა, ყველაფერი რიგზია. ჩვენ კუთხეში ყოფს ხაბიბი, რომელიც მას მეთვალყურეობს, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. რადგან ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება საუკეთესო კუთხე, გვეყოლება საუკეთესო მებრძოლი და გვექნება საუკეთესო გამარჯვება. სრული დომინირება, არც ერთი წაგებული რაუნდი. მახაჩიევი მეორებდა თავისი მენტორის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ყველა მიღწევას ნაბიჯ. ხაბიბი ფენომენალური იყო მიწაზე, მაგრამ ისლამი ის არ იყო მხოლოდ მორიგი მოჭიდავე. ყველა მოელოდა კიდევ ერთ საბმიშენს, მაგრამ ამის ნაცვლად მახაჩიევმა ბობი გრინი ნოკაუტით დაამარცხა. ის სიმარტივე, რომლითაც ის ელიტარული დონის მებრძოლებს უსწორდებოდა, გასაოცარი იყო. ეს კაცი ძალადობაზე ორიენტირებულ მანქანად გარდაიქმნებოდა, წყნარ მკვდელად, რომელიც მონსტრად იქცეოდა იმ წამს, როცა ოქტაგონის კარი იხურებოდა. ამ ეტაპზე ისლამის ჩემპიონობის ამბიციების იგნორირება სისულელე კი არა, დანაშაული იყო, გზავნილი ყველასთვის ნათელი გახდა. თქვენ ცოტა ისაუბრეთ ბრძოლის შემდეგ, შეიძლება გაგვიზიარო რა ითქვა იქ. მან მითხრა, რომ შენ ძლიერი ხარ. მე ვუთხარი ძმაო ბოდიში, მაგრამ ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლო. მას 11 მოგებათა სერია აქვს, ხო მართალია. ეს მსუბუქი წონის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი სერიაა ხაბიბის შემდეგ. მას ეკუთვნის რეკორდი UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ფინიში, ყველაზე მეტი საბმიშენი. მას ეკუთვნის ასევე რეკორდი UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ღამის საუკეთესო პერფორმანსის ჯილდო.
მას ეკუთვნოდა ყველაზე მეტი საბმშვენი როგორც მსუბუქი წონის, ისევე ქვემსუბუქი წონის UFC-ს ისტორიაში. ეს კაცი რეკორდების მანქანაა. მახაჩიევის დრო დადგა, მაგრამ მის წინ ნამდვილი მთა იდგა. ჩარლზ ოლივეირა, ჩემპიონი, ისეთი სანახაობრივი, რომ მისმა ომებმა მსუბუქი წონის ელიტის წინააღმდეგ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში. But in jiu-jitsu, if you get a guy like Charles Oliveira who's that good at jiu-jitsu, he could strangle a fucking heavyweight. Yeah, sure. And I've seen it. I've seen it probably happen. could. Oh Yeah. yeah, I've seen it. Guy who doesn't know jiu-jitsu gets and he's rolling just doing jiu-jitsu with a guy like him and he gets ოლივეირა you back. ჯიუ-ჯიტსუში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კოდესმე მინახავს MMA-ში. Ever seen in MMA. როდესაც ბრძოლა მიწაზე გადადიოდა ოლივეირასთან, ესეთ რამეს ნიშნავდა განწირულობას, შენ ხომ UFC-ს ისტორიაში უდიდეს ჯიუ-ჯიტსუს არტისტს ეჭიდებოდი. ფანები დიდი ხანია კითხულობდნენ რა იქნებოდა ხაბიბს რომ შეხვედრებდა ჩარლზ ოლივეირა. ვინ გაიმარჯვებდა? როდესაც ისლამი იწყებდა ვაჯის, ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ხაბიბს სპარინგის დროს რაიმე პრობლემას უქმნიდა. არავინ სხვა, არავინ უქმნიდა ხაბიბს იმდენ პრობლემას ამდენსაც ისლამი. ის იყო ერთადერთი სპარინგის დროს, ის იყო ერთადერთი, რომელიც რეალურად უგებდა ხაბიბს რაუნდებს. სხვა ვერავინ შეძლებდა ამის გაკეთებას. მახაჩიევი თვეების განმავლობაში იწვევდა ოლივეირას, თუმცა ბრაზილიელი დუმდა. ეს არ იყო შიში, არამედ სტრატეგია. ჩარლზ არავისი ეშინოდა, მან იცოდა რისკები და სურდა საჭირო მომენტში მიიღო ფულადი სარგებელი. შესაძლოა გულის სიღრმეში მას ესმოდა, თუ რამდენად საშიში იყო მახაჩიევის სინამდვილეში. ჩარლზი ძალიან კარგია, მას აქვს კარგი მოგებათა სერია. მან დაამასხა ბევრი რთული მოწინააღმდეგე, მაგრამ იცით, ჩემთვის ზეცხვილია, როდესაც UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი იწვევს ვინმეს. როგორიც ნეით დიაზი ან კონორ მაკგრეგორი. კონორ მაკგრეგორი, რომელმაც 5 წლის წინ მოიგო. არავის ახსოვს, როდის იბრძოლეს ამ ბიჭებმა ბოლოს, ან როდის მოიგო კონორმა ბოლო ბრძოლა. ის ცდილობდა დიაზის ან მაკგრეგორის გამოწვევას, მაგრამ ჩემი სახელი რატომღაც დაავიწყდა. როდესაც ბრძოლა საბოლოოდ გამოცხადდა, ის მყისიერად იქცა მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენად. მსუბუქი წონის ისტორიაში მოგებათა ორი ყველაზე გრძელი სერია, ორი სამყარო, ორი სტილი. გახსნილი არწივის მემკვიდრე ბრაზილიელი ჩემპიონის წინააღმდეგ, რომელმაც ყველა გაანადგურა თავის გზაზე, რაც შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღელვებელი. რთული იყო მახაჩიევის როგორც პრეტენდენტის პოტენციალი შეფასება. მასალ შეშინებია, რომ ოლივეირას დამარცხებული ჰყავდა ყველა ტოპ მებრძოლი, ვინც მასთან ბრძოლა გაბედა. ისლამს არ ეშინოდა, ის უფრო თავდაჯერებული იყო, ვიდრე ოდესმე. იცოდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო შეეჩერებინა ჩარლზ ოლივეირა. Charles swivels a hip. Look to land it up. Investment doesn't even begin to describe it when it comes to Makhachev's career and his involvement. Oh, another nice stick there by Makhachev early rounds. Don't allow Makhachev to get close. And as the fight goes longer, Oliveira will gain confidence, but Makhachev is a good striker. I know he's not known for it, but he has tremendous stand-up skills. I think he's just aware of the takedowns coming in his direction. I think Oliveira would... knocked out from Makhachev. He's got the arm triangle. მაგრამ ისლამის ჩოუგი არ ამქვეყნიური უნდა იყოს. ის სხვა სამყაროდანაა. ის მომენტი, როცა ის ჩოუგს აკეთებს, ჩარლზი ნებდება. მისი ძალა უნდა იყოს განსაცვიფრებელი. მედიცინს ვესაუბრე ამის სახემ და უთხარი.
ძმაო, მე ვამბობ, რომ მისი ძალა განსაცვიფრებელია, მაგარია. მან მითხრა, ჩოუკი ჩემზე გამოსცადა, როცა მომიჭირა ვთქვი, ჯანდაბა ეს ბიჭი დამახჯობს. და დიახ, ეს დისი თქვა. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, ეს ქამარი ჩემი მწვრთნელის აბდულმანაბ ნურმაგომედოვისთვისაა. მრავალი წლის წინ მან მითხრა, უბრალოდ ბევრი ივარჯიშე და შენ გახდები ჩემპიონი და მე მინდა ეს ქამარი მას მიუძღვნა. ეს არის მისი და მისი მამის. მათ შემქმნეს მე. და იმ მომენტში, როდესაც მახაჩიევმა ოქროს ქამარი წელზე შემოიწყა, მან მზერა შემდეგი მიზნისკენ მიმართა, ისტორიაში pound for pound-ის უდიდესი მებრძოლისკენ. ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა ორივე მებრძოლის კარიერაში. მაგრამ ოქტაგონში გამოვიდა ალექს ვოლკანოვსკი და თქვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ თებერვალში შებრძოლოდით მას ქამრისთვის, რომელიც ახლა მოიპოვეთ. რას ფიქრობთ ვოლკანოვსკისთან შეხვედრაზე? ეს ბიჭი ძალიან პატარა, ამ ბიჭს დავამარცხებ, ისევე როგორც რამდენიმე წუთის წინ გავაკეთე. შემიძლია იგივე გავაკეთო, ძის დავაგდებ და იქ დავასრულებ, იმიტომ რომ ვიცი ეს ბიჭი ძალიან პატარა. ის ჩემ დონეზე არ არის. ვოლკანოვსკიმ გამოავლინა რამდენიმე სიცოცხლე, რაც მახაჩიევის სტილში იყო. პირველად დაიწყო ხალხმა კითხობის დასმა ისლამის სტილის სრულყოფილების შესახებ. დიახ, ისლამმა მოიგო ბრძოლა გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს არ იყო ისეთი გამარჯვება, რასაც ფანები დაღესტნელი მეფისგან ელოდნენ. რაღაც უნდა შეცვლილიყო. ვოლკ, ხვდები რომ შაბათ ღამეს შენ სხვა ისლამ მახაჩიევს შეებრძოლები? ის უფრო ძლიერი იქნება, უფრო მკაცრი, ვიდრე ავსტრალიაში იყო. რატომ? იმიტომ რომ ის უკეთეს ფორმაშია. თებერვალში რატომ მეუბნებით ამას? ნუ თუ მართლა 30 საათიანი რეჰიდრატაცია არის საკმარის სამისთვის უკეთესი იყოს. ნუ თუ მას ამაზე ვარ დამოკიდებულნი. შენს უნარებს არენდობენ, ვერ ხვდები. მე ჩემს უნარებს ვენდობი. ეს არის განსხვავება. ნამდვილად ვერ ხვდები, მე ყველაფერს გაჩვენებ. მაჩვენებ? დიახ, იყავი მომთმენი. მე გაჩვენებ ჩემს ძალას და ყველაფერს შაბათს საღამოს. ალექსი ფენომენალური მებრძოლია, ჭეშმარიტი ლეგენდა, მაგრამ მისი სიდიადის, მისი მემკვიდრეობის და მისი ყველაზე საშიში ვერსიის ირგვლივ არსებული მთელი აჟიოტაჟის მიუხედავად, მან ერთი კრიტიკული შეცდომა დაუშვა. Makhachev has landed some really good kicks this round. Well, I suppose if any fighter could weaponize pace and cardio without a training camp, it would be Volkanovski, but that does figure to be a tough proposition. Oh! Kick from Makhachev! Huge moment in round one! That will do it! Still, and with style points, Islam Makhachev is the man! იმიტომ რომ ისლამ მახაჩიევი არ არის უბრალოდ ადამიანი, მისი ძალა, მისი ამბიცია, მისი პოტენციალი სპორტს არასოდეს უნახავს ასეთი რამ. ის ბუნების ძალა, უნიკალური მებრძოლი, რომელიც შედის ოქტაგონში და ამარცხებს თავისი თაობის უდიდეს სპორტსმენებს ერთი მეორის მიყოლებით, რითაც ცვლის ძალათა ბალანსს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში. ისინი საკმაისად მომზადებულები არ იყვნენ, რადგან უსაცილო მასზე ზეწოლა მოახდინოთ გომში, ის ძის გაგდებს. თუ ჯიუ-ჯიტსუ იცი, მას ვერ გამოიყენებს, მისი ჭიდაობა იმდენად ძლიერია, რომ ამის საშუალებას არ გაძლევს. ასე რომ, რაც მე მინახავს, ისინი ვერ ახერხებდნენ მასზე ზეწოლის მოხდენას. რადგან არ ჰქონდა საკმაისი უნარების ყოვლის მომცველობა, რაც ამას სჭირდება და მე ვფიქრობ, მე ვარ ის ბიჭი, ვინც ამას შეძლებს.
ბრძოლა ისლამ მახაჩიევსა და ლეგენდარულ დასტინ პორიეს შორის და არ დამჭირდება მის თქმა თუ რამდენად კარგია ეს კაცი ლუიზიანადან. დასტინისთვის ეს იყო მთელი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. მისი ბოლო შანსი რომ გამხდარიყო ჩემპიონი. დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო. პირისპირ დგომისას ზამის იჭხუბეს. პორიემ მშვენივრად იცოდა საფრთხე, რომელიც მას პარტერში ელოდა. ფანები ელოდნენ, რომ ისლამი ტიპიურ დაღესნულ გეგმას მიყვებოდა. თავიდან აერიდებინა სარისკო გაცვლები ფოკუსირებულიყო დისგდებებზე და პარტერიდან ედომინირა. რა თქმა უნდა, ისლამი დგომში ძალიან კარგია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხალხი მას ვერც კი ეხება. ისინი მას ვერც კი შეეხნენ. მან იბრძოლა რამდენიმე სტრაიკერთან და მათ ვერ შეძლეს თუნდაც ერთხელ შეხებოდნენ მას. ის დომინირებდა ყველა მათგანზე. მაგრამ მახაჩიევს სხვა გეგმები ჰქონდა. ის მუშაობდა სრული ევოლუციისთვის და იმ ღამეს მან კიდევ ერთხელ შეძრა მსოფლიო, როდესაც დგომში დაუდგა UFC-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს. და დარტყმას დარტყმებზე პასუხობდა. მოდით ვიყოთ გულახდილები, შერეული საბრძოლო ხელოვნების სამყარო იცოცხლებს, სანამ ჩვენ ასეთი ბრძოლის მომსწრენი ვიქნებით. That was nasty. Oh, guillotine. Looking for darts. Yeah, looking for a darts. Dustin's got to be careful here. Oh, that's tight. Islam Makhachev with a submission in round 5. The throne remains in Makhachev. უკომპრომისო, ბრუტალური და გამბედავით ახსავსეური გლადიატორი ერთმანეთს ეჯახება ომში, რომელიც სრულდება წმინდა კინემატოგრაფიული დრამით. ფიქრობ, დღეს მე გადავარჩინე ეს ქარდი, რადგან ყველა ეს ბრძოლა მოსაწყენი იყო და მთელ არენას თითქმის ეძინათ. ჩვენ კი დასტინთან ერთად შესანიშნავი პერფორმანსი ვაჩვენეთ. მაშინ მომეცით ორი ბონუსი. ადრე მახსოვს, როდესაც პირველი კონტრაქტი მქონდა, ბედნიერი ვიყავი, როცა ბონუსს ვიღებდი, მაგრამ ახლა არა უშავს. Yes, no. Very, very good. Good guy. Good friend. You as well, man. You guys get home safe. Congrats, man. You guys are the best. Man, Yes, sir. Really good. I don't have before this. This way. This is all my face. You're the champ, brother. Congratulations. You are a great fight. Congrats to you, team. You're the one of the best in the world. I very feel bad because you have retired, but you show all the world, all the best. All respect. It's not real hard, man. You know this. All good. Get home safe. Get home safe. ამ ორ მხარეს შორის არაფერი იყო გარდა ურთიერთპატივისცემისა, უნარების სტილისა და პროფესიონალიზმის გულწრფელი აღიარების აუმაღლეს დონეზე. მაგრამ მახაჩიევის გზის ბოლო თავმა მსუბუქ წონაში მოიტანა მთელი მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოწვევა. როცა ბოლოს რუსეთში ვიბრძოდი, ეს არ იყო UFC, ამიტომ ჩემმა მენეჯერმა მითხრა, მალე UFC მოხვდები. და მე რეკა 3 კვირის წინ, შენ მიიღე ბრძოლა UFC-ში. და მე ვთქვი, კარგი, ხელი მოაწერე კონტრაქტს. შემდეგ მან მითხრა, ეს ისლამ მახაჩიევია, ვისაც ებრძოლები. მე ვთქვი, კარგი, ეს ბევრად უკეთესია. სამწუხაროდ ეს ბრძოლა არ შედგა. არმან ცარუკიანი უძლებული გახდა, ბრძოლას ჩახსნილიყო და მოკლე ვადაში ჩაანაცვლა რენატო მოიკანო. საშიში სტრაიკერი, რომელიც კარიერის პიკზე მზად იყო ყველაფერი გაერისკა, რათა UFC-ს ოქროს ქამარი მოეპოვებინა. მებრძოლების უმეტესობა, რომელსაც არ აქვს სრული სამწვრთნელო ბანაკი ასეთი სტრაიკერისთვის მოსამზადებლად, თავს შეიკავებდა ბრძოლისგან, მაგრამ არა ისლამი. ისლამი მზად იყო ნებისმიერს შებრძოლებოდა, ის აქტიური რჩებოდა და ის გამოვიდა იმ ღამეს და იბრძოლა ისე, როგორც უნდა იბრძოლოს მებრძოლმა, როდესაც ის მსოფლიოში საუკეთესო და ჩემპიონია, თუნდაც მოკლე ვადაში დანიშნულ ბრძოლაში. მე ყოველთვის ფინიშს ვეძებ. მე გითხრათ, რომ არ ვლაპარაკობ ტყუილად. თქვი, რომ თუ ჩემი მეტოქე მცირე შანს მაინც მომცემს. მე მის თვალებში შუქს ჩავაქრობ.
პირველივე რაუნდში მახაჩევმა გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგე. მან მთელი მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ბრძოლის რამდენიმე წუთში დასასრულებლად აქ გჭირდება 8 კვირიანი სამწვრთნელო ბანაკი. სწორედ ეს განსაცვავს ნამდვილ pound for pound-ის მეფეს. წლების განმავლობაში ისლამი ცხოვრობდა ხაბიბის ჩრდილში, მას სერიოზულად არავინ არ იკავდა. უბრალოდ მორიგ დაღესტნელ გრეპლერად თვლიდნენ. შემდეგ კი მან დაარღვია ყველა სტერეოტიპი, დაამსხვრია ყველა მოლოდინი და თავად განსაზღვრა, რაც ნიშნავს დომინირება თანამედროვე MMA-ში. იცი დენა, ახლა უკვე იცი. პატიოსნად გეუბნები, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ახლა არავის შეუძლია რამის თქმა, ახლა თავს მსოფლიოს ნომერ პირველ მებრძოლად ვბრძნობ.